მოგებით 6-7 წლის ვიყავით ბატონო რეზო, გველმა რო შემაშია და სერიოზული შიში დამჩემდა, ღამე არ მეძინა, მოკლედ ვერ მიშორეს ვერაფერი და ბებიაჩემს დავყავდი ავლაბარში ვიღაც მკითხავთან რაღაც სანთლებს ადნობდა, იმან რა მიშველა არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ეს კითხვა ასეთია, რომ ხდება ხოლმე რომ ბავშვი რაღაცამ შეაშინა და ძილი დაერღვა პრობლემები აქვს, მოკლედ რა უნდა უშველო და როგორ ისევით თუმცა ბავშვი ყავს შეშინებული. რითი აი ესეთი იმით, არა, შიშის ძირითადი სტრატეგია შიშის. დიახ. განახის ეს შიშის შესახვედრად წასვლა. ან მე რო გველმა შემაშინა ხო, უნდა გაგაჩერონ ერთხელ აი გველთან, აი ნუ მიდი შეხედე რა გეშინი, არა. უი მე ხა დამბუჟლა. მე რა გაჩერდები ერთხელ ორჯერ, მაგალითად შარიტეში ბერლინში კლინიკაში ესეთი მეთოდის ჰქონდა. პარადოქსული ინტენსია. დიახ. ეს ნიშნავს, რომ ფრანკლის იყენებდა ფობიების დროს სიმაღლის შიში ვისაც აყავდათ სიმაღლე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ორჯერ და მე ხდებოდა დესენსიტიზაცია. მე მარტო სადიოდა. მე რა მახსოვს შიში არაადეკვატური რეაქციაა. დიახ. გადაჭარბებას აკეთებ. და მე ამგონი რომ გველმა შეგაშინა. ყვირილი მშობლების და რატომ? ხო, აი ძალიან სწორი რაღაც აღნიშნეთ. ჩვენ ვაშინებთ. ჩვენ ვაშინებთ, ხო, იმიტომ რომ ჩემი შვილი მაგალითად 3 წლის იყო და მყავდა ზოოპარკში, ტერარიუმში. გაგიჟდა ისე მოეწონა გველები, ფანჯარაზე ურტყავდა რომ გამოიხედა, გარედან ხელით შუშას ეფერებდა, მაგრამ ცოტა რომ გაიზარდა და ჩემი დამოკიდებულება დაინახა გველის მიმართ, ჩემი მეუღლის, საზოგადოების, ეხლა ეშინია გველების. მაშინ არ ქონდა ეს დანახული და მოწონდა უხარდა. ამ გველებს ბავშვს უტოვებენ, არაფერს არ უშვება. წარმოიდგინე. ბავშვს ტოვებენ. არაფერს არ აპატოთო. ანუ ჩვენი რეაქციიდან გამომდინარე. შიშიც დასწავლადი გამოდის. შიში თანდაყოლილია, მაგრამ იმ შიში რა არის? შიში გაქვს არქეტიპულია შიში. დიახ. მაგალითად, იყო რაღაც სკვინჩები, რომლებიც 200 წლის წინ გადაასახლეს კუნძულებზე, სადაც ქორი არ იყო დაცველი. 200 წლის განმავლობაში 100-150 თაობა ცხოვრობდა, რომელსაც არ უნახიათ ქორი დაცველი. მაგრამ რო გადაიყვანეს კალიფორნიაში, სადაც ქორის გამოჩენაზე გაიქცა. ანუ ეს თანდაყოლილია შიში, ეს ხატი ქორის დაცებლის. იმის იდო. რა თქმა უნდა. ამიტომ, როდესაც შენ ის გერთვება შიში, მთავარია, რომ არ ჩაგერთოს არაადეკვატურად. დააჭირო შიშის კლაპას, მაშინ როცა საჭირო არ არის, თორე შიში თავდაცვითია. ერთ მისდევდნენ და გადახდა 2 მეტრიან კედელზე. ენერგია გეძლევა.